ქართული ბრენდის პარიკების ოთახის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 3 წლიანი ოპერირების შემდეგ ქვეყნის ფარგლებს მიღმა ექსპანსიას იწყებს და პირველი საექსპორტო ბაზარიც შუაგულ ევროპაში უკვე მონიშნულია. თუმცა, მანამ სანამ ბრენდი გერმანულ თავგადასავალს დაიწყებს, იქამდე მისი დამფუძნებლები გვანცა და თეო ინასარიძეები არიან ჩვენი სტუმრები და საქმიანი ამბებიდან დეტალებს ახლა თავად გაგვიზიარებენ. მოგესალმებით, გოგოებო. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და საინტერესო ამბებით დაბრუნებისთვის. მოგესალმებით, ლიკა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით ისევ ჩვენი ამბების დაინტერესებისთვის. აქ არიან თქვენი გოგოებიც წარმოდგენილები ჩვენთან ერთად. გვანცა, თქვენით მინდა რომ დავიწყო. 3 წელი უკვე ბაზარზე ხართ და პრინციპში ჩვენ გვახსოვს სტარტიც, ხო? როგორ იდგმებოდა პირველი ნაბიჯები. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, აი 3 წლის წინ და როგორ იყო ეს პერიოდი, დღევანდელობამდე გზა როგორ გაიარა ბრენდმა გაფართოება განვითარების თვალსაზრისით? ლიკა, სხვათა შორის 3 წელი არ არის რაც ბაზარზე ვარ. 2 წლიანი გამოცდილება გვაქვს, რაც უშუალოდ ბაზარზე ვოპერირებთ. ჩვენ ესეთი ფრაზით ვიწყებთ ხოლმე, რომ ჩვენ ვართ დები პარიკების ოთახიდან და ეს ფრაზა არ ვიცი რაღაც ჩვენი საიმიჯო ფრაზა გახდა. ჩვენი გავლილი გზა პრინციპში არის ძალიან რთული, თუმცა ჩვენ ძალიან გვიხარია რომ გვყავს ერთმანეთი, ესე ვთქვათ და ამ ყველაფერს მოვყვებით ერთად. ჩვენი წარმოება საკუთარი სახსრებით დავიწყეთ და შემდეგ განვითარდა სხვადასხვა საგრანტო პროექტების დახმარებით ეს ჩვენი საწარმო. ამ ეტაპზე ჩვენი საწარმო აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ვაწარმოებთ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივით მისგან საქართველოში. ეს არის ჩვენი ნიშა, ესე ვთქვათ, ან ჩვენ გვახსოვს, როდესაც თქვენთან ვიყავით პირველად, ვთქვით რა უნდა გაგვეკეთებინა 1 წლის თავზე, ეს იყო არ ვიცი, თუნდაც აი ამ კადრების სიმრავლე, თუნდაც მოძიება სხვადასხვა ევროპის ბაზარზე, სად შეიძლებოდა ეს ვთქვათ, გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია და კიდევ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ესე ვთქვათ, დაგვიანონსებინა მამაკაცის პარიკის ხაზიც, რაც არის ამ მნიშვნელოვანი. ჩვენ აქამდე მხოლოდ ვაწარმოებდით აი ესეთ სილამაზეებს, რომლებსაც ირგებდნენ ქალბატონები და ამ ეტაპზე ჩვენ უკვე გვაქვს პირველი პროტოტიპი, რომელიც არის მამაკაცის პარიკი. ჩაიშვა უკვე? არის პროტოტიპია მხოლოდ. სატესტო ხო პერიოდს გადის ეს მამაკაცის პარიკი და რა თქმა უნდა, რამოდენიმე თვეში ჩვენ გვექნება უკვე ასე ვთქვათ, წარმოებაში ჩაშვებული ეს პროდუქცია. აი, რო დატესტეთ, როგორი იყო უკვე უკავშირი, მათ შორის მოვარგებდით კიდეც დაინტერესებულ პირებს და სხვათა შორის დაინტერესება ძალიან დიდია, ანუ რასაც საერთოდ არ ველოდებოდით. ზოგადად ქალბატონების შემთხვევაშიც ესე მოხდა, არ ველოდებოდით ასეთ სიმრავლეს, ესე ვთქვათ, ჩვენი პროდუქციის და მოლოდინს გადააჭარბა და იგივე ხდება მამაკაცის შემთხვევაშიც, იქამდე სანამ ასე ვთქვათ, ვიტყოდით საერთოდ იმას, რომ მამაკაცის პარიკის დამზადება ჩვენ უკვე შეგვიძლია, ეს ცოტა ხმამაღლად ჟღერს, იმიტომ რომ საერთოდ განსხვავებული ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე, საკმაოდ ძვირადღირებულია ეს ყველაფერი, ანუ მხოლოდ ის არ არის, რომ რაღაცა პირობითად ტექნოლოგია იცი, ანუ ამისი დანერგვა, კადრების გადამზადება გვიწევს აბსოლუტურად თითოეული მათგანის, იმიტომ რომ პარიკის შეკერვა, ეს სპეციალისტი ამ პროფესიის არ არსებობს სამწუხაროდ და თითოეული კადრის გადამზადება, როგორც თქვი, გვიწევს ჩვენ. ამიტომ ეს ტექნოლოგიურად ძალიან რთული პროცესია, თუმცა მივყვებით აი ამ პროცესებს და ზუსტად აი სამომავლო გეგმებზე რომ გადავალთ, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ტექნოლოგიურად უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი ნაკეთობები, ვიდრე ამ ეტაპზე არის. უკავშირი ძალიან კარგი არის ამ ეტაპზე, რაც მივიღეთ ჩვენი მამაკაცის პარიკისგან, თუმცა რა თქმა უნდა არის ისეთი დეტალები, რომლის გაუმჯობესებაც გვინდა და წარმოების დეტალებზე თეო არის ხო, თეო, ფასიც გითხარი, ბარემ დაახლოებით რა ეღირება მამაკაცებისთვის შექმნილი ეს პარიკი და წარმოების თვალსაზრისით მათ შორის 2024 შევაჯამოთ, როგორ გაფართოვდით, რა შედეგები დადეთ წლის მიწურულს ამ თვალსაზრისით? ფასები საშუალოდ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა მოდელს აქვს ინდივიდუალური ფასი. და მოდი ესე საშუალო ზომის მოდელი საშუალოდ ეღირება ალბათ 1500 ლარამდე.
ეს მამაკაცის თუ ზოგადად? არა, ქალბატონების პარიკების ფასები იწყება დაახლოებით 450 ლარიდან. თუმცა აქ განაპირობებს სიგრძე და ხარისხი. მამაკაცთან ეს ნაკლებად არის, მამაკაცის ვარცხნილობა გამოიყურება როგორ მოკლეა და ძირითად შემთხვევაში უბრალოდ იმპლანტის ზომა განსხვავდება ხოლმე და აქედან გამომდინარე ზედაჭერი რა არის ამ შემთხვევაში ქალების 450-დან? აქ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენს სტენდზე არის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი, რომელიც 4000 ლარს ცდება. აი ეს სულ პირველი საოცრება არის. დიახ, ფასს განაპირობებს პარიკის ხარისხი, ფერი, სიგრძე. ეს ყველაფერი მოქმედებს და რა თქმა უნდა ნაკეთობა განსხვავდება. ჩვენ გვაქვს აქ 3 მოდელი წარმოდგენილი სპეციალურად იმისთვის შევარჩიეთ, რომ გვეჩვენებინა თქვენთვის 3 სხვადასხვა მიმდინარეობა. მუშაობთ ამ საკითხზე, რომ სხვადასხვა ქვეყნებს აქვს სხვადასხვა მიმართულებები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათთვის ის მოდელი არის მისაღები. ჩვენ ზუსტად აი ამ მიმართულებას საკმაოდ კარგად ვაკვირდებით და ვცდილობთ ის მოდელები გადმოვიტანოთ და შევისწავლოთ და დავნერგოთ ჩვენს საწარმოში, რომელი მოდელებიც არის გავრცელებული და მოთხოვნადი. ასე მივყვებით ეტაპობრივად ქვეყნების მიხედვით, რომ მრავალფეროვანი მოდელები შევქმნათ და დავაკმაყოფილოთ არა მარტო ჩვენი ქართველი ქალბატონების და მამაკაცების გემოვნება, არამედ მსოფლიოს გემოვნება. აი ამ შემთხვევაში თუნდაც ეს 3 მაგალითი რომ განვიხილოთ, აქ არის სხვაობა მხოლოდ ფერი, სიგრძე და სტილი თუ აი რასაც ვერ ვხედავთ ესე? აი რასაც ვერ ვხედავთ, ზუსტად ამაშიც არის სხვაობა, არის ბევრად უფრო რთული სამუშაო, ბევრად უფრო ძვირადღირებული მოდელი, ბევრად უფრო თხელი და უფრო იდეალურად გამოიყურება ადამიანის თავზე, ვისაც უნდა საერთოდ შეუმჩნეულად მოიხმაროს მოდელი და ეს არის ხო handmade-ია და უფრო დიდი ხანი გვჭირდება ასეთი მოდელის დასამზადებლად. ეს არის სრულად ნატურალური თმა? სრულად ნატურალური თმა, არის კავკასიური თმა. ამით სხვათა შორის ჩვენ ხარისხზე ორი რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ ხოლმე, რითიც ძალიან ვამაყობთ, ეს არის ერთი თმა, რაც გაგვიმართლა, რადგან საქართველოში ვცხოვრობ და მეორე არის ნაკეთობა, რომელიც მართლა ძალიან მაღალი სტანდარტების და მაღალი ხარისხის არის. აი თეო, როდესაც ვთქვათ, ჯერ ეს პროცესი მოგვიყევით შეგროვება, რომელიც როგორც ვიცი ფარავს მთელ ქვეყანას, ხო? პროცესი როგორი არის? მათ შორის ახლა იქნებიან ალბათ შეიძლება გამოჩნდნენ მსურველებიც, რომ ვინც აპირებს თმის შეჭრას, მოდი რაღაც სარგებელი მივიღო და მონეტიზაცია ჩემი თმით მოვახდინო. ხო და აი ხა როგორ ხდება ეს პროცესი და შემდეგ უკვე თქვენ რა შტრიხებს მაატებთ? თუნდაც აი რა ვიცი, ვისაუბრეთ ნებისმიერ მაგალითზე, ბუნებრივი იყო და მე რა მოხდა? საკმაოდ მადლობა ამ კითხვისთვის. საკმაოდ რთულია ჩვენთვის თმის შეგროვება. ძალიან გვიჭირდა წარმოების დასაწყისში ეს ამბავი, იმიტომ რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომ არ იცოდნენ ადამიანებმა თმა რამდენად ღირებული იყო და ისინი უბრალოდ იჭრიდნენ და ტოვებდნენ სილამაზის სალონებში. ახლა ვცდილობთ ყველგან მივაწვდინოთ თმა, თვითონ სილამაზის სალონებში დავნერგოთ ეს და გაავრცელონ ინფორმაცია, რომ თმა არის ფასეული. მოიჭრია თმას და გაყიდია. ამაში აიღებენ ანაზღაურებას. შესაბამის, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ არის ესეთი გადასაყრელი პროდუქტი, საკმაოდ ძვირადღირებული და ძვირფასი არის თმა, ამიტომ თან იცით რა, მარტო ფინანსური კუთხით არა, ანუ ადამიანებმა ძალიან კარგად გაიგეს, რატომაც აბარებენ. ეს არ არის მარტო ფინანსები კიდევ ამბობ, ეს არის სხვა კუთხით დატვირთვა. ეხმარებიან ისეთ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ თმა და მათი თმა, წარმოიდგინეთ, არის ძალიან დიდი გზა და ხიდი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს პრობლემა ამ კუთხით. ხო, ეს მეორე დატვირთვა და ჩაბარებას რაც შეეხება, აი ვიბარებთ ჩვენივე სილამაზის სალონში, ანუ ვავრცელებთ ინფორმაციას, მოდიან ადამიანები ჩვენთან იჭრიან და ყიდიან თმას. და კიდევ გვეხმარებიან სხვადასხვა სილამაზის სალონები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართულები და გვაქვს ესეთი რეგიონალური ძალიან დიდი რაოდენობის თმები, უკვე ეს ძალიან გვიხარია. გვანცა, პროცესი მე როგორ ხდება თქვენთან? მათ შორის რამდენი ადამიანია საწარმოს სრულად ამუშავებაში ჩართული და უკვე როდესაც ეს თმა არის თქვენამდე მოსული, მე რა იწყება, სანამ უშუალოდ აი ამ შედეგს მივიღებდით?
როდესაც ჩვენამდე თმა მოაღწევს, ასე ვთქვათ, ჩვენ საწარმომდე, შემდეგ თმას უტარდება სტერილიზაცია, მოდი ასე ვთქვათ, ანუ დეზინფექციას უტარებთ, რომ გავასუფთავოთ მავნე ნივთიერებებისგან და პარაზიტებისგან, ასე ვთქვათ, და შემდეგ ხდება უკვე თმის დამუშავება. აი, თმის დამუშავების პროცესი ძალიან საინტერესოა. თითოეული ადამიანი არის ჩართული თითო ოპერაციაში და არის პასუხისმგებელი, ესე ვთქვათ, თავის პოზიციაზე და შემდეგ საბოლოო ჯამში ესე ჯაჭვურად არის ესე პროცესი, რომ წარმოგადგენინოთ, როგორ შეიძლება პარიკი შეიქმნას. თითოეული პროცესი არის ერთმანეთზე გადაბმული და საბოლოო ჯამში იქმნება სრული ნაკეთობა. არ არის აქ მხოლოდ პარიკზე საუბარი, მე მინდა გაჩვენოთ აი ესეთი პროდუქტი, ეს არის ნახევრად პარიკი, რაც ძალიან პოპულარობით სარგებლობს საქართველოში ქალბატონებისთვის. ეს ნახევრად პარიკი აგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას. მაგალითად, მოუწესრიგებელ მდგომარეობას მომენტალურად ფარავს, შეუღება მდგომარეობას მომენტალურად აწესრიგებს, ასევე შეთხელებულ ანდროგენულ ცვენას, როდესაც შუახნის ქალბატონებში ძირითადად ვაწყდებით ამ პრობლემას, აი ამ ნაწილში იწყება შეთხელება, თმის ზედა დანამატი იდეალურად აგვარებს ამ პრობლემას. საერთოდ არ არის საჭირო გამოვიყენოთ პარიკი ამ შემთხვევაში, ნახევრად პარიკით ვიღებთ ძალიან კარგ შედეგს. ამიტომ ძალიან პოპულარობით სარგებლობს ესეთი მოდელები. და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი წარმოების გოგონებიც არიან სათითაოდ ჩართული, ზოგი პარიკს აკეთებს პირობითად, ზოგი ნახევრად პარიკს აკეთებს, გვაქვს ასევე წინამოები, რაც გულისხმობს აი მხოლოდ წინამო, თუ არ გინდა რომ წინამო შეიჭრა, შესაძლებელია დაიმაგრო და ძალიან მარტივად გექნება და მოიხდენ ამ წინამოს. ხო, გერმანიის ბაზარზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ სანამ გერმანიის ბაზარზე გადავალთ, მინდა რომ მოკლედ შევაჯამოთ ადგილობრივ ბაზარზე. სათხართ წარმოდგენილობის სად შეუძლიათ მომხმარებელს დაგიკავშირდნენ და რამდენად მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის კერძო შეკვეთებზეც თუ მუშაობთ ინდივიდუალურად სურვილისამებრ. დიახ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს. ეს არის ქეთევან-წამებულზე. მოდელების რაოდენობა საკმაოდ დიდი გვაქვს. იმდენია. ესეთი მრავალფეროვანი მოდელები გვაქვს, რომ დიახ, ნამდვილად შემომსვლელ ადამიანს გულგრილს არტოვებს. დიახ, ასობით მოდელია წარმოდგენილი. აქტიურად განვიხილავთ ფილიალის გახსნას, რადგან დასავლეთ საქართველოში განვიხილავთ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ გავიტანოთ საკმაოდ აჭარა და ქუთაისი ლიდერობს. ანუ ორ ფილიალს. კი, ორ ფილიალს განვიხილავთ, იმიტომ რომ თვითონ ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს, ძალიან გვთხოვენ, რომ გზა შევუმსუბუქოთ და შევუმოკლოთ მათ და ჩვენც რა თქმა უნდა მუშაობთ ამ საკითხზე აქტიურად. ეს არის ჩვენი ყველაზე ისეთი გეგმა უახლოესი. წლის შეჯამებას დავამატებ თუ შეიძლება. დავამატეთ და ბარემ როგორ გახვედით და რატომ გერმანია მაინც და მეც პირველი ბაზარი ამ შუაგულ ევროპაში? ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ჩვენ სხვათა შორის მივიღეთ ახლახანს მონაწილეობას საერთაშორისო მოდის კვირეულში. და ეს იყო საკმაოდ ინოვაციური, არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში მსგავსი იდეა ჯერჯერობით არავის არ მოსულიათ თავად ვიტყვი, რომ პარიკების მოდის ჩვენება განახორციელოს და ჩვენ ვიყავით პირველები. ახლახანს ჰქონდა ესეთი ჩვენება და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ საქართველოს წამყვანი დიზაინერების, არამედ გვაქვს შემოთავაზება იტალიიდან, პარიზიდან, უკვე დუბაიდან და ნუ ფიქრობთ, რომ საომავლოდ იქაც წარვდგებით, ესე ვთქვათ და იქაც წავიღებთ ქართულ პროდუქციას და ვაჩვენებთ რა მაგარი თმა და ნაკეთობა გვაქვს. რაც შეეხება გერმანიის ბაზარს, თუ რატომ ავიჩიეთ პირველი, ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი არის. გერმანიის, ასე ვთქვათ, კომპანიასთან, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკება, მათი, ასე ვთქვათ, გემოვნება ჩვენი საწარმოს ხარისხს რაღაცნაირად ემთხვევა და შესაბამისად პირველი აქცენტი გავაკეთეთ ამ ყველაფერზე. ამჯერად არის მოლაპარაკების პროცესი და რაოდენობების დაზუსტება. ჩვენი საწარმო მოგეხსენებათ, რომ მაინც სტარტაპად ითვლება, როდესაც 60 წლიან კომპანიასთან გაქვს მოლაპარაკება და შესაბამისად მათ სჭირდებათ ისეთი რაოდენობის გაგზავნა ჩვენგან, რაც ამ ეტაპზე ჩვენ
ანუ ჩვენ საწარმოს რას აღშენილია რომ უტოლდება წარმატება ამ ეტაპზე წელიწადში 7500 ერთეულს მოიცავს ჩვენი მაქსიმალური წარმატება, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი ეს არის ჩვენი ესე ვთქვათ мотиваციაც, იმიტომ რომ დავაკმაყოფილოთ ესეთი დიდი საწარმოების რაოდენობრივი მოთხოვნა და განიხილოთ გაზრდას წარმატებას. ასევე ჩვენი უმთავრესი მიზანი არის ის, რომ მივიღოთ ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და არა წავსდგეთ არა მხოლოდ ვიზიტორის სტატუსით, არამედ ასე ვთქვათ ვაჩვენოთ ადგილზე თუნდაც რა ვიცი სხვადასხვა წამყვან ქვეყანას ჩვენი პროდუქცია და ჩვენი ნაკეთობით გავაკვიროთ. თუ გვექნება საშუალება ლიკა, მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო მორგებულ მდგომარეობაში როგორ იქნება როგორ და ამით ჩვენი გადამშვიდობოთ. ხო, ანუ ეს არის უნიკალური პროდუქტი, თეო, მომეხმარე თუ დამჭირდა, მე მგონი მარტოდ შევძლებ, მაგრამ ხო უკან. ხმარები ჯობია. ეს არის ქუდი, რომელიც მარტივად უნდა მოირგოს გვანცას გარდასახოს. ჩვენმა მომხმარებელმა ესე გავასწორებ, შეიძლება რა ვთქე? აი დაბრძანდით და ჩანხართ არაჩვეულებრივად. კი ბატონო, ეს არის მოკლედ გარდასახვის ძალიან კარგი საშუალება თუ როგორ შეიძლება გარდაისახოს მომენტალურად ადამიანი. და პრინციპში მოთხოვნაც მზარდია და ეს აჩვენებს კიდეც თქვენი სტატისტიკა, ხო რომ უკვე საჭიროების, არასაჭიროებისამებრ დიახ, ერთ-ერთი ჩვენი მომხმარების კატეგორიაც სწორედ ეს კატეგორია გახლავთ, როდესაც მრავალფეროვნებისთვის იყენებენ გოგონები და ეს ძალიან მოდაშია, ესე ვთქვათ, როდესაც იყენებენ ფოტოგადაღებისთვის, თუმცა არა მხოლოდ ფოტოგადაღებისთვის, დღეს ჯანსაღითმა უფრო ფასობს, ესე ვთქვათ, ჩვენს ახალგაზრდებში, ამიტომ ურჩევნიათ თავისი თმა არ დააზიანონ, არ შეიღებონ, კონდეთ რაღაც ვირადღირებული ნივთი და ეს ამ შემთხვევაში არის პარიკი. და როდესაც მოესურვებათ მხოლოდ მაშინ გამოიყენონ, ასევე შესაძლებელია ფერების ცვლილება ძალიან მარტივად. თუ პირობითად ეს ფერი ჩემთვის მომბეზრებელი გახდა, მოდი პარიკ შევღებავ და ჩემთვის არაფერს არ დაუშავებ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მადლობა და აუცილებლად გაფართოება და გერმანიის ბაზრის სათანადო დაათვისება, ისე როგორც არის გეგმებში მონიშნული. გვანცა და თეო ინასარიძეები პარიკების ოთახის თანადამფუძნებლები იყვნენ ჩვენთან ერთად.